მოგესალმებით. მე ვარ მაგდა მომლეძე, ფიზიკური თერაპევტი და ამ სივრცის წამყვანი. ალბათ ხშირად გვსმენია ფრაზები: გაიზრდება და გაივლის. ყველა ბავშვი თავის ტემპში ვითარდება. ჯერ ადრეა სპეციალისტთან მიყვანა, ან ამბავშვს რა ჭირს სპეციალისტთან მისაყვანი, სპეციალისტი თვითონ შეგჭირდება. მაგრამ სად გადის ზღვარი? მოთმინებასა და დაგვიანებულ ჩარევას შორის. დღევანდელი ჩემი ეპიზოდის თემა შეეხება ბავშვის განვითარებას. რა ასაკში რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს. აგრეთვე, რა არის ფიზიკური თერაპია, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის თამაში და ფუნქციური აქტივობები. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ჩემი მეგობარი და კოლეგა ნინი ბალიშვილი. მოგესალმები ნინი, დიდი მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ, აგრეთვე დიდი მადლობა რომ თავიდანვე გვერდში დამიდექი ამ წამოწყებაში. სალმები მაგდა კიდევ ერთხელ, მადლობა რომ მომიწვია შენს მეორე პოდკასტში, პირიქით, მეორე ეპიზოდში. ნახე შენი პირველი გადაცემა და ვფიქრობ ძალიან კარგი დასაწყისია. მეც ვიმედოვნებ რომ შენთვის და შენი მაყურებლისთვის საინტერესო რესპონდენტი ვიქნები. რაც შეეხება თანადგომის ნაწილს, რა ალბათ გახსოვს, როგორც კი მომისმინე შენი იდეა ამ პოდკასტთან დაკავშირებით, ვიყავი აღფრთოვანებული, იმიტომ რომ მე პირადად ქართულ ინტერნეტ სივრცეში მსგავსი კონტენტი არ შემხვედრია არასდროს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეგიძლია საერთოდ ჩვენი სფეროსთვის. მადლობა. ახლა გადავიდეთ კითხვებზე და ჩემი პირველი კითხვა იქნება, რატომ აირჩია ფიზიკური თერაპია როგორც პროფესია და რატომ პედიატრია? რაც შემიძლია გითხრათ დანამდვილებით ეს იყო, რომ ვიცოდი ზუსტად უნდა ყოფილიყავი ფიზიკური თერაპევტი მომავალში. მაგრამ ის რომ პედიატრიაში დავიწყე მუშაობა, ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იყო შემთხვევითობა, თუმცა შემთხვევით როგორც ჩანს არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ ეს ფაქტი, რომ უკვე 5 წელი ამ სფეროში მუშაობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს, არის ალბათ იმის დასტური, რომ ვიპოვე ამ საქმეში ჩემი თავი და ჩემი საქმის მნიშვნელობის შეცნობა მოვასწარი ამ 5 წლის განმავლობაში. რისთვისაც აუცილებლად უნდა გამოვიყენო შენი პოდკასტი და მადლობა გადაუხადო ქალბატონ სოფო ტატიშვილს, რომელმაც არ დააკლო ძალისხმევა მოკლედ ჩვენს განვითარებას და მისი დამსახურება არის, რომ ასე ნათლად ვხედავთ ჩვენს მნიშვნელობას და როლს სფეროში. მეც ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ქალბატონ სოფოს. წლების განმავლობაში იყო ის ჩემი ხელმძღვანელი და დღეს მე რაც ვიცი ამ სფეროში, დიდწილად მისი დამსახურება. რადგან სულ ფიქრობდა ჩვენს განვითარებაზე და მეთანხმები. შემდეგი ჩემი კითხვა. გახსოვს პირველი სამუშაო დღე და ბენეფიციარი? რა თქმა უნდა მახსოვს, მგონია რომ არ არსებობს თერაპევტი, რომელსაც არ ახსოვს, თუნდაც ეს ყოფილიყო 20 წლის წინ. რაც შეეხება პირველ დღეს, პირველი დღე ჩემთვის იყო როგორც სტაჟიორის ამპლუაში და შემდგომ უკვე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ, როდესაც ოფიციალურად გავხდი ფიზიკური თერაპევტი, საკმაოდ ნათლად გავიაზრე ჩემი პასუხისმგებლობები იმ პირველი 2 ბენეფიციარის მიმართ, რომელიც მივიღე, ეს იყო 2 ძალიან საყვარელი ბიჭი, რომლებიც ახლა უკვე აღარ არიან ფიზიკური თერაპიის სერვისში, თუმცა ხშირად ვხვდებით ცენტრის ტერიტორიაზე და ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, როგორც მე და ბავშვებს, ასევე მათ მშობლებსაც. მეც მახსოვს ჩემი პირველი ბენეფიციარი, იყო გოგონა 8 წლის და ძალიან დიდი დრო გავიდა მის შემდეგ 9 წელი. და დიაგნოზიც მახსოვს, ცერებრული დაბლა ჰქონდა, ფორმა ჰემიპლეგია და ალბათ მართლა არასოდეს არ დამავიწყდება. დღეს რომ თავიდან იწყებდე, ისევ ამ გზას აირჩევდი? იცი რა, ალბათ ყველა პროფესიის წარმომადგენელს ქონია რაღაც კარიერულ გზაზე ისეთი პერიოდი, ეტაპი, როდესაც ჩერდება და უჩნდება კითხვები, არის თუ არა იქ, სადაც უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მსგავსი ეტაპები მეც მქონდა ამ 5 წლის განმავლობაში, თუმცა მაშინაც კი, როდესაც ამ კითხვებს უსვამდი საკუთარ თავს, სხვა ალტერნატივა არასდროს მოდიოდა ჩემს თავში, იმის თაობაზე, აი სად შეიძლება რომ ვიყო თუ არა აქ. შესაბამისად ვფიქრობ, რაღაც სწორ ადგილას ვარ და ალბათ ამას კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ თავიდან, საიდან დაიწყებ და როგორ გარემოცვაში დაიწყებ. შესაბამისად
ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ამ პროფესიაში დაწყებული პირველი ნაბიჯების გამო და ახლა ხო საერთოდ ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. ნამდვილად ალბათ სხვა პროფესიას არ ავირჩევდი. და რა გაძლევს мотиваციას? мотиваცია არაერთი არის ჩვენს პროფესიაში. გარდა იმედგაცრუებებისა, რომელიც ჩვენს პროფესიას საკმაოდ მჭიდროდ ემეგობრება, ასე რომ ვთქვათ, არის мотиваციის რამდენიმე წყარო. პირველი არის ალბათ სიყვარული საქმის მიმართ, იმიტომ რომ ამის გარეშე, ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არის თუნდაც ერთი თვე იმუშაო ამ პროფესიაში, იმიტომ რომ არ არის მარტივი, შეგვიძლია ვთქვათ, ეს თამამად ამ საქმის სიყვარულის წყალობით მიღწეული რაღაცა თუნდაც ელემენტარული პროგრესები, რომლებიც ამ ბავშვებისთვის ძალიან დიდი დღესასწაული არის ხოლმე როგორც წესი, მშობლების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და აღვნიშნავდი ასევე კოლეგებთან ურთიერთობას, რაც უნდა ითქვას, რომ ალბათ ხშირად როდესაც რაღაც мотиваციას ვკარგავთ, ერთმანეთს ყველაზე უკეთ ვამხნევებთ, იმიტომ რომ ზუსტად ვგრძნობთ ერთმანეთის დამოკიდებულებებს საკითხების მიმართ და ამ დროს ძალიან მარტივი არის, რომ გამხნევ ადამიანი, როდესაც გესმის მისი, ასე ვთქვათ, ემოციური მდგომარეობა. გეთანხმები და დავამატებდი ბავშვებისადმი სიყვარულს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ მაგის გარეშე დიდხანს ამ სფეროში ვერცერთი სპეციალისტი ვერ იმუშავებს. გეთანხმები აბსოლუტურად. მოდი გადავიდეთ რეაბილიტაციაზე უშუალოდ და როგორ შეაფასებდი დღეს საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობას? დავიწყებ იმის თქმით, რომ არ ვარ საკმარისად კომპეტენტური ამ თემაში, არც შესაბამისი გამოცდილება მაქვს, რომ ეს დავდგე და შევაფასო რომელიმე ცენტრის ან თერაპევტის მუშაობა. ეს უბრალოდ საკუთარი გამოცდილებიდან დიდი ხანია უკვე რაც ამ სფეროში ხარ, საკუთარი დაკვირვებიდან ძალიან ბევრი მეგობარი გყავს, რომლებიც სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში მუშაობენ და მაქედან გამომდინარე. კი, როგორც უკვე აღნიშნე, ალბათ ყოველს გვყავს ძალიან ამ ჩვენი კარიერის გზაზე გვყავს შეძენილი ძალიან ბევრი თერაპევტი მეგობარი, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ სხვადასხვა ცენტრებში და გვაქვს დაახლოებით, რა თქმა უნდა, წარმოდგენა ამა თუ იმ ცენტრში მიწოდებული სერვისის შესახებ. ინფორმაცია გვაქვს კი ნამდვილად. არ დავიწყებ სხვა ცენტრებზე საუბარს. ცენტრში, რომელშიც მე მუშაობ, შემიძლია გადაჭრით თქვა და თავი დავდო ამაზე, რომ ძალიან მაღალი ხარისხის სერვისი მიეწოდებათ ბავშვებს რეაბილიტაციის მხრივ. როგორ ფიქრობ, რა შეიცვალა უკეთესობისკენ რეაბილიტაციის მხრივ ბოლო წლებში? ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს სფეროში, იმიტომ რომ თუნდაც ის დამოკიდებულებები, რომლებიც არსებობდა აქამდე წლების წინ, ახლა ბევრად გამოსწორებული არის, მაგალითად, გამოსწორდა და უფრო გაუმჯობესდა დამოკიდებულება სხვადასხვა სპეციალისტების მხრიდან თერაპევტების მიმართ. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ისინიც ხვდებიან უკვე თუ რა როლი გვაქვს ამ ჯაჭვში, ამ ბავშვების განვითარებაში. გაუმჯობესდა ვფიქრობ მშობლების დამოკიდებულება და ჩართულობა, იმიტომ რომ ალბათ ეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც ვისწავლეთ, რომ მშობლთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ხო, ვფიქრობ, რაც ალბათ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მიდგომები და ჩარევის სტრატეგიები, რომლებიც უფრო თანამედროვე ფორმით მიეწოდებათ ბავშვებს. მოდი ახლა გადავიდეთ ფიზიკურ თერაპიაზე, რადგან ორივე ვართ ფიზიკური თერაპევტი. როგორი უნდა იყოს ფიზიკური თერაპია? ფიზიკური თერაპია უნდა აღიქმებოდეს როგორც თამაში. და უნდა იყოს აქტიური მოტორული სწავლების პრინციპი გამოყენებული, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები დახმარება უნდა მივეწოდოთ ბავშვს, თუნდაც ფიზიკური დახმარება ჩვენი მხრიდან. ეს კი თავისთავად ზრდის ბავშვის ჩართულობას პროცესში და ჩვენი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ჩვენი ნაკლები ჩართულობით ბავშვმა რაც შეიძლება მეტი შეძლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეხმარებით მათ, როგორც უკვე აღნიშნე და ვაწვდით საჭირო დონის დახმარებას.
მაგრამ რაც მაგრამ თვითონ შეუძლია, იმაში ჩვენ არ კი ვეხმარებით. და ვაქცევთ ყურადღებას, რომ ყველა აქტივობა იყოს თვითინიცირებული, ანუ ბავშვის სურვილს ხედავდეთ პირველ რიგში და ბავშვის სურვილს რომ ხედავდეთ, მაგისთვის мотиваცია უნდა მივაწოდოთ და ალბათ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ბავშვებისთვის არის რომ მივაწოდოთ შესაბამისი мотиваცია. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თამაში? ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თამაში არის ბავშვის ყველაზე ასე ვთქვათ, ბუნებრივი საქმიანობა და ბუნებრივი გზა გარემოს შესასწავლად, ახალი უნარების ასათვისებლად. ეს არის გზა, რომელთაც ის იძენს ახალ უნარებს და ისე რომ თვითონაც ვერ ხვდება ამ პროცესში, რომ ახალ რაიმეს სწავლობს. და თამაში დავამატებდი ერთ თამაშთან დაკავშირებით, რომ როდესაც ვსაუბრობ თამაშზე, ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ეს არის ფეხბურთის თამაში, ან ეს არის აუცილებლად ბურთით თამაში რაღაცა ამ თანატოლთან, კუბიკების აწყობა და ასე შემდგომ. უნდა აღნიშნოს, რომ ყველა ასაკობრივ კატეგორიას აქვს თავისი შესაბამისი თამაში და ასაკიც რომ გვერდით გადავდოთ, ყველა რესურსის, სხვადასხვა რესურსის ბავშვები მოდიან ჩვენთან, დიაგნოზებიდან გამომდინარე და ასევე ასაკიდან გამომდინარე და ანუ რესურსულად ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად მოვირჩიოთ რომელი თამაში შეესაბამება ამა თუ იმ ბავშვს, ამა თუ იმ ასაკის ბავშვს, ამა თუ იმ მდგომარეობის ბავშვს. გეთანხმები 100%-ით. რას ფიქრობენ მშობლები, როდესაც შვილი მოყავთ თერაპიაზე და შენ მას ეთამაშები? ხო, იქიდან გამომდინარე რომ ხშირად მქონია მე პირადად და დარწმუნებული ვარ შენც. კი, ვიცი, არის პროცესი აპირე. დარწმუნებული ვარ შენც ქონია ესეთი შემთხვევა რომ მშობელი ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი ამ თამაშის თერაპიის მიმართ, იმიტომ რომ ის ვთქვათ ინფორმაცია აქვს ან მანამდე ან დადიოდა სხვაგან და იქ სხვა გამოცდილება ქონდა, სხვა სტრატეგიებით მუშაობდნენ თერაპევტები. ბოდიში ჩაგეჭრები, ან ისიც გონია, რომ სახლში ბავშვს მეც ვეთამაშები და ამისთვის თერაპიაზე რატო უნდა ვატარო? ან რატო უნდა დავხარჯო დრო? ხარჯი? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს ალბათ ფიქრობ, რომ ბუნებრივიც არის ეს ყველაფერი, უბრალოდ ჩვენი მოვალეობა ერთ-ერთი ის არის ამ საქმიანობაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მშობელთან სწორი კომუნიკაცია. სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ თერაპიულ პროცესზე, ალბათ უშუალოდ გადავიდოდეთ არა, ალბათ ვიტყოდი, რომ ეს არის თერაპიული პროცესის ნაწილი. როდესაც მშობელთან ვამყარებთ ჭიდრო კომუნიკაციას, საჭირო ინფორმაციის მიწოდების და გზით. სწორ კომუნიკაციას ერთ-ერთი თერაპია ალბათ ეს ვიტყვი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე ბავშვთან ურთიერთობა. კი, იმიტომ რომ პირდაპირ არის დაკავშირებული მშობელს რა ინფორმაცია აქვს, რამდენად გააზრებული აქვს ეს ინფორმაცია იმასთან, თუ როგორ წავა ბავშვის პროგრესი. იმიტომ რომ თუ მშობელს არ აქვს გათვითცნობიერებული, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი რგოლი არის თავისი შვილისთვის მულტიდისციპლინურ გუნდში, რომ ის არის ცენტრალური ფიგურა თავის შვილთან ერთად ამ მულტიდისციპლინურ გუნდში, სხვა შემთხვევაში მისი ჩართულობა ვფიქრობ, რომ არ იქნება მისი გადმოსახედიდან სწორი, იმიტომ რომ ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ არ იციან საკმარისად, ეშინიათ, ვაი თუ რაიმე ვატკინო, ეს ხშირად მსმენია მშობლების მხრიდან და თუ სწორად მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი არიან წამყვანი და ჩვენ ვართ დამხმარე ასისტენტები მათთვის და არა პირიქით, ვფიქრობ, მათი თავდაჯერებულობა ამ საკითხის მიმართ უფრო გაიზრდება, რაც შემდგომ ჩართულობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის ბავშვის განვითარების პროცესში. აქვე დავამატებდი, რომ ბევრად უკეთესი შედეგი აქვთ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მშობლები ჩართული არიან რეაბილიტაციის პროცესში და იმ აქტივობებს, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებინებთ თერაპიაზე, აქტიურად თვითონაც ცდილობენ, რომ სახლში გააკეთებინონ. აუცილებლად ეგრე არის ყოველთვის შეიძლება ითქვას ესე, ამიტომ ჩვენი როლი არის, რომ გარდა ბავშვისა მშობელსაც მივცეთ мотиваცია. იმისთვის, რომ ჩაერთოს და мотиваცია როგორც წესი ზრდასრული ადამიანისთვის, მშობლისთვის არის ხოლმე სწორი ინფორმაცია, საჭირო ინფორმაცია. როგორ შევარჩიოთ სწორედ აქტივობა?
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ასე მგონია, იმიტომ რომ ამის გარეშე ვფიქრობ ძალიან რთული არის რომ წარიმართოს სწორად თერაპიული პროცესი. პირველი კრიტერიუმი ამისათვის არის რომ ბავშვი შეფასდეს სწორად შესაბამისი ინსტრუმენტებით და ასევე დედასთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე ჩვენი შეფასებით გავიგოთ რა არის ბავშვის ძლიერი მხარეები, რა არის გამოწვევები, რომელთა გამორკვევის შემდგომ უკვე ჩვენ ვიწყებთ smart business დასახვას და შესაბამისად შემდგომ ამაზე დაყრდნობით ვარჩევთ სწორ თერაპიას, ასე ვთქვათ. სწორი თერაპია არის, სწორი აქტივობა უბრალოდ არის ის, რომელიც არ არის არც ძალიან რთული, არც ძალიან მარტივი. ერთი საფეხურით უფრო რთული, ვიდრე არის ბავშვი რაღაცა კონკრეტული განვითარების ეტაპზე. მაგალითად, თუ ბავშვი ზის საყრდენის საშუალებით და შეუძლია რომ ამ დროს ითამაშოს სათამაშოთი. ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ამ დროს მუშაობა დამოუკიდებლად ჯდომაზე, თუმცა ამ დროს სათამაშოს აღარ დავუმატებთ რომ გააქტიუროს. ანუ გადავდივართ ერთი საფეხურით ზემოთ და იმ შემთხვევაში თუ სათამაშოსაც მივცემდით ბავშვს თამაშისთვის, ეს უკვე რთული პროცესია, იმიტომ რომ მას ხელები ჭირდება იმისათვის რომ შეინარჩუნოს ჯდომის ბალანსი. შესაბამისად, უნდა ზუსტად ვიცოდეთ, რა ეტაპი უნდა გაიაროს ბავშვმა, რომელი უნდა განამტკიცოს იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის მის შემდგომ შედარებით უფრო რთული. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევთავაზოთ იმდენად რთული, რომ მან დაკარგოს мотиваცია და იმდენად მარტივი, რომ ვერ გამოუწიოთ უბრალოდ ბავშვის ინტერესი, იმდენად უინტერესო იყოს მისთვის. კი, ნამდვილად აუცილებელი არის იმისთვის, რომ კარგი შედეგი გქონდეს, სწორედ დაგეგმილი აქტივობა. როგორც უკვე აღნიშნე, ეს აქტივობა არ უნდა იყოს არც ძალიან რთული, არც ძალიან მარტივი. რთული, იმიტომ რომ ბავშვი დავუკარგავთ мотиваციას და აღარ ექნება სურვილი, რომ გაგვიკეთოს ის დავალება, რაც ჩვენ მას შევთავაზეთ. მარტივი, იმიტომ რომ მარტივის გაკეთებით ჩვენ წინ ვერ წავალთ, რაც აუცილებელია ჩვენ შემთხვევაში. ერთ წელზე ორივე შემთხვევაში. კი, ნამდვილად ეგრე იქნება. რა საკიდან მოყავთ ბენეფიციარები თქვენთან და რატომ არის ადრეული ჩარევა მნიშვნელოვანი? ბენეფიციარები სხვათა შორის ბოლო დროს ძალიან ადრეულ ეტაპზე მოდიან, ადრეულ ასაკზე, 0 თვიდანაც კი. ანუ გაზრდილი არის გადმომისამართება ნევროლოგთან და შესაბამისად შემდგომ რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც ხდება ბავშვის შეფასება და შემდგომ საჭირო თერაპიების დანიშვნა. ადრეული ინტერვენციის შესახებ შემიძლია ის ვთქვა, რომ უკვე აღარ ვდაობთ ამაზე, ამის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვლევით არის უკვე დადასტურებული, რომ 0-დან 1000 დღე, დაბადებიდან 1000 დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვის განვითარებისთვის, იმიტომ რომ თავის ტვინის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც ეწოდება ნეიროპლასტიკურობა, ამ დროს განსაკუთრებით აქტიური არის, ასე ვთქვათ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ამ პერიოდში ბავშვმა გაცილებით უფრო სწრაფად, ეფექტურად და მარტივად აითვისოს ესა თუ ის უნარი. ამის შემდგომ ისეთი ეფექტური აღარ არის, მოკლედ ეს პროცესები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ამ აზრი აღარ აქვს, მოკლედ რაღაც გარკვეული სახის ინტერვენციაც. მაგრამ შედეგი უკეთესი გვაქვს, როდესაც ადრე ხდება ჩართვა. კი. და აი წეღა რომ მკითხე თუ რა გაუმჯობესდა ბოლო პერიოდში ჩვენ სფეროსთან დაკავშირებით, ალბათ ესეც არის ცნობიერება თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ადრეული ინტერვენცია და შესაბამისად ხედავთ რომ მომართვიანობა გაზრდილი არის 0 თვიდანაც კი. ეხლა გადავიდეთ ბავშვის განვითარებაზე, რა ასაკში რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სახლის პირობებში. ჩემი პლატფორმა არ მომცემს იმის საშუალებას, რომ განვიხილოთ ბავშვის განვითარება 0-დან 18 წლამდე. ამ შემთხვევაში შევეხებით ბავშვის განვითარებას 0-დან 1 წლამდე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც უკვე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა. მარტავ რა არის მოტორული უნარი? მოტორული უნარი არის ის ყველაფერი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ყოველდღიური აქტივობები შევასრულოთ. მაგალითად, საღამობით დავჯდეთ ტელევიზორთან. გადავაადგილდეთ, წავიდეთ მესამსახურში, ბავშვების სკოლაში, ბაღში. ამ ყველაფრის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი მოტორული უნარი. მოტორული უნარი იყოფა ორ ნაწილად, ეს არის მსხვილი და ნატიფი. პირველი უნარი, რომელიც
ბავშვს ვითარდება 0-დან 3 თვემდე არის თავის კონტროლი. როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში დავეხმაროთ? რა აქტივობები შეუძლია მშობელს, რომ შესთავაზოს? შენს კითხვას რომ ვუპასუხო, პირველ რიგში ალბათ ისევ და ისევ ხაზი უნდა გავუსვა ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობას. იმიტომ რომ როდესაც ბავშვი მოდის ჩვენთან, თუნდაც 0 თვიდან 3 თვემდე, ამ დროს მას ვთავაზობთ ასაკის შესაბამის თამაშებს, ხო, მაგალითად. და ძალიან ეფექტური არის ამ დროს მივცეთ მშობელს ძალიან მარტივი რეკომენდაციები. მაგალითად, რეკომენდაცია, რომელსაც ვაძლევთ ხოლმე მშობელს იმისათვის, რომ თავის კონტროლი გაუმჯობესდეს, არის პოზა, მუცელზე წოლის პოზა, რომელზეც ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს არ მოსწონთ. შესაბამისად, ჩვენ გვევალება, რომ შევთავაზოთ ამ ბავშვს გარკვეული ადაპტაციები იმისათვის, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ასე ვთქვათ, შეიყვაროს და უფრო კომფორტულად იქცნოს ამ პოზიციაში თავი. ეს არის ხოლმე როგორც წესი ყველაზე, როგორ ვთქვათ, საბაზისო რეკომენდაცია, რა დროსაც მშობელს ვურჩევთ, რომ რაც შეიძლება ხშირად ღვიძლის პერიოდში დაიწვინოს მუცელზე ბავშვი, მკერდზე დაიწვინოს მუცლით და ამ დროს დაამყაროს მასთან ინტერაქცია. როდესაც ვფიქრობ, ეს არის ალბათ ყველაზე ბუნებრივი და მარტივი გზა იმისთვის, რომ ბავშვი შევაჩიოთ ნელ-ნელა მუცელზე წოლას. ამ დროს კი, როცა გვაქვს ინტერაქცია, მას ვაძლევთ мотиваციას, რომ აწიოს თავი, შემოგხედოს და დაამყაროს ჩვენთან თუნდაც თვალით კონტაქტი, ხო? შემდეგი რეკომენდაცია, რომელსაც ვაძლევთ ხოლმე, იმ შემთხვევაში თუ ეს ბავშვისთვის მარტივი არის გასაკეთებლად, შემდეგი არის, რომ დავაწვინოთ მაგალითად სათამაშო ხალიჩაზე, რომელზეც ვურჩევთ გამოიყენენ ხოლმე, მაგალითად, რაც ყველა სახლში მოგვეპოვება, პირსახოცი, რომელსაც დაახვევენ და ამოუდებენ მკერდის ქვეშ, რაც აადვილებს თავის აწევას. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ სპილოს ბალიშებს, რომ ეძახიან ისებური ბალიშები, ლაქტაციის ბალიშებსაც ეძახიან ასევე შეიძლება მათი გამოყენებაც, რომ ბავშვი დავაწვინოთ ისე, რომ სიმძიმის ცენტრი ქვევით ჩამოვიდეს და მისთვის უფრო მარტივი იყოს, ქვევით გადმოინაცვლოს და მისთვის უფრო მარტივი იყოს თავის აწევა. მაგრამ გარდა პოზისა, ჩვენ აუცილებლად ვაძლევთ რეკომენდაციას და ინფორმაციას ვაწვდით იმის შესახებ, რომ მხოლოდ მუცელზე წოლა ეს არის უბრალოდ აქტივობა და არ არის დაკავშირებული ფუნქციასთან. იმისათვის, რომ ამას მივცეთ ფუნქციურობის ფორმა და სახე, ამისთვის მნიშვნელოვანია შემოვიტანოთ ამ აქტივობაში мотиваცია, რომლისთვისაც ბავშვი განმეორებითად აწევს თავს, ხო და შეხედავს რაიმეს. мотиваცია შეიძლება იყოს რა, მაგალითად უმეტესობა მშობლებს, ვთქვათ, ვინც ჩვენამდე მოსვლა, შეძენილი აქვს უკვე წიგნი რას ხედავს ჩვილი და ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ დაშალონ ეს წიგნები და ეს ფურცლები ცალ-ცალკე დაუმაგრონ წინ, მაგალითად, როდესაც მზის წევს ბავშვი სათამაშო ხალიჩაზე, დაუმაგრონ თვალის დონის გასწვრივ და ამ დროს ბავშვს აქვს უფრო მეტი мотиваცია, რომ განა ერთჯერადად აწიოს თავი და ვსო დამთავრდა, არამედ რამდენჯერმე განმეორებითად, რასაც აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან უნარის დასწავლა ყოველთვის დაკავშირებული არის ხოლმე, რამდენად ხშირად ხდება ამ ყველაფრის განმეორება. კი, ნამდვილად ეგრეა და აგრეთვე დავამატებდი, რომ мотиваციისთვის შესაძლებელია გამოიყენონ ხმოვანი სათამაშოები, რაც შესაძლებლობას მიცევს ბავშვს, რომ როგორც უკვე აღნიშნე, ერთჯერადად კი არა, რამდენჯერმე ასწიოს თავი. და ეს ასევე რეკომენდაციას ვაძლევთ ხოლმე, რომ თუნდაც ეტლში ან საწოლში, როდესაც ღვიძავს ბავშვს, რაღაცა აქეთ-იქით დაუმაგრონ, რაღაც სამიზნეები, თუნდაც იგივე ის წიგნის ფურცლები, რომლებიც წეგან ვახსენეთ, თუმცა შეიძლება რომ წიგნი საერთოდ არ ქონდეს ოჯახს შეძენილი და არც არის აუცილებელი ამის შეძენა, უბრალოდ თვითონაც შეუძლიათ რომ დაამზადონ რაღაც თეთრი და შავი ფურცლისაგან გარკვეული სამიზნეები და ეს ხშირად, რა ვიცი, მსმენია მშობლებისგან, რომ სახალისოც კი არის მათთვის გასაკეთებლად. მეორე უნარი, რომელიც ბავშვს 0-დან 3 თვემდე უვითარდება, ეს არის ჩაჭიდება. ამ შემთხვევაში რა რეკომენდაციები შეგვიძლია რომ მივცეთ მშობლებს? პირველ რიგში დავიწყებდი იქიდან, რომ უნდა შევერჩიოთ სათამაშოები სწორად.
ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მშობელს აქვს შეძენილი n რაოდენობით სათამაშო და არის მეორე, ასე ვთქვათ, რადიკალური მდგომარეობა, როდესაც მშობელს არ აქვს შეძენილი არც ერთი სათამაშო და ანუ ბავშვს ფაქტობრივად არ აქვს ესეთი ნივთი, რომელიც მისთვის იქნება სამომავლოდ ან იმ მომენტში мотиваცია. რაც შესაბამისად აისახება ბავშვის განვითარების ეტაპზე. ჩაჭიდების აი სათამაშოს თემა რომ დავასრულოთ, ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ გონია მშობელს, რომ აქვს გარკვეული რაოდენობის სათამაშო და ეს არის მისთვის საკმარისი, მაგრამ რაოდენობაზე ამ დროს სულაც არ არის საკითხი, ეს არ დგას. მნიშვნელოვანი არის, როგორი სათამაშო ექნება ბავშვს. იქნება ეს ისეთი სათამაშო, რომელთაც უნდა ითამაშოს ორივე ხელით, იქნება ეს სათამაშო, რომელთაც უნდა ითამაშოს ერთი ხელით და ასე შემდგომ. შესაბამისად, მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ მშობელს ვკითხე თუ როგორი სათამაშოები ქონდა, მშობელმა მითხრა, რომ ქონდა ძალიან ბევრი სათამაშო ბავშვს და დაბნეული იყო თვითონ ვერ მიხვდა ზუსტად რომელი სათამაშოები შეეთავაზებინა ბავშვისთვის, მას შემდგომ რაც აუხსენით, რომ მნიშვნელოვანია რა ტიპის სათამაშოს შევთავაზებთ ბავშვს განსაკუთრებით ხელის ფუნქციის განვითარების საწყის ეტაპზე, ხო? ამიტომ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ მოიტანა მშობელმა ეს ყველა სათამაშო, რაც არც ისე ცოტა არ იყო და პატარა ყუთში ამოვარჩიეთ დაახლოებით 5 თუ 6 სათამაშო, რომელსაც გამოიყენებდნენ შემდგომ სახლში და მანამდე ეს სათამაშოები აღმოჩნდა, რომ საერთოდ გამოყენებული არ ქონდათ, იმიტომ რომ ნაკლებად საინტერესო იყო, თქვათ მშობლისთვის, რომ შეხედავდა, არ მოსწონდა. ხშირად გონიათ მშობლებს, რომ ძვირადღირებული უნდა იყოს სათამაშო და ამით უფრო მოიხიბლება ბავშვი და ეგრე საერთოდ არ არის შესაძლებელია სახლში არსებული ნივთებითაც შევასრულებინოთ ის აქტივობები, რომლებზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. კი, ზუსტად. სახლში არსებული ნივთებით დამზადებული სათამაშოებს გულისხმობ ალბათ. ძალიან მარტივად შეიძლება, რომ სახლში მოვიძიოთ ისეთი მასალა, ასე ვთქვათ, მატერიალი, რომელსაც დავამზადებთ ძალიან მარტივ სათამაშოს, რომელიც 0-დან 3 თვემდე ბავშვისთვის შეიძლება დამაკმაყოფილებელიც იყოს. შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდის მერე რაღაც ის კონკრეტული ნივთი აღარ იყოს საინტერესო და მამოტივირებელი ბავშვისთვის, თუმცა იმ მომენტში იყოს საინტერესო და გამოსადეგი. და ეს რა თქმა უნდა მშობლის მოტივაციასაც ზრდის, იმიტომ რომ ამ დროს მას აქვს უფრო მეტი სურვილი, რომ მისი ხელით შექმნილი ნივთით მისმა შვილმა რაიმე ახალი უნარი შეიძინოს. ეხლა გადავიდეთ 3-დან 6 თვემდე ბავშვის განვითარებაზე. ამ ასაკში ბავშვი სწავლობს ბრუნვას. მაგრამ აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლებელია ბავშვმა თავიდანვე სრული ბრუნვი არ გააკეთოს და ნახევარი ბრუნვი შეასრულოს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ რაიმე ტიპის ჩამორჩენა აქვს და საიდუმე უნდა მივიყვანოთ აუცილებლად. ამ შემთხვევაშიდაც რა რეკომენდაციები შეგვიძლია რომ მივცეთ მშობლებს, რომელსაც სახლში შეასრულებენ? ნებისმიერ ეტაპის განვითარებასთან დაკავშირებით, როდესაც დასვამ კითხვას, მე ყოველთვის ხაზს გავუსვამ აუცილებლად мотиваციის მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვს ჰქონდეს ისეთი რაიმე გვერდით, რომელიც აღებაც მოუნდება, ან პირში ჩადება მოუნდება, ხო? შესაბამისად, როდესაც იქნება мотиваცია და ეს мотиваცია სწორად იქნება შერჩეული, ანუ ბავშვისთვის საინტერესო ნივთი სათამაშო იქნება მის გვერდით. ასევე შესაძლებელია ვინმე ვინც ძალიან მოსწონს და უყვარს ის დავაყენოთ გვერდით, დები და ძმები ძალიან კარგად მუშაობენ ამ დროს. ძალიან კარგი мотиваცია მათთვის. კი და საერთოდ არსებობს ასე ვთქვათ მოსაზრება, რომ დედა და დედმამიშვილები და мама არიან ყოველთვის ყველაზე კარგი სათამაშოები ბავშვისთვის. მამოტივირებელი სამიზნეები, ასე ვთქვათ. ხო, და გადაბუნებას რაც შეეხება, შეგვიძლია რომ რაღაც მარჯვნივ ან მარცხნივ რომელ მხარესაც გვინდა რომ იმ მომენტში წავახალისოთ მისი გადაბრუნება, დავიდოთ რაიმე სათამაშო ახლო მანძილზე, რომელთან მიწვენაც მოუნდება მას და შესაბამისად ჩადებს ძალისხმევას ამ მოქმედების განსახორციელებლად. შემდეგ ბავშვს უვითარდება უკვე ჯდომა, ხოხვა, თვალისა და ხელის კოორდინაცია. ამ შემთხვევაში რა რეკომენდაციები შეგვიძლია რომ გავცეთ? ჯდომა არის უნარი, რომელზეც არსებობდა მოსაზრება, რომ 6 თვის ბავშვი აუცილებლად უნდა იჯდეს უკვე დამოუკიდებლად. კი, ეგრე იყო, მაგრამ ეხლა ძალიან გადაიწია და შესაძლებელია 4-5 თვის ბავშვიც დავსვათ
არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ასევე ხას გაუსვამ, რომ ისიც არ არის პრობლემა თუ 6 თვის ბავშვი არ ზის და 7 თვის ასაკში დაჯდა. როდესაც ვსაუბრობთ 4 და 5 თვეზე ჯდომაზე, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გულისხმობთ ანუ ეს საყრდენების გარეშე და დამოუკიდებლად ჯდომას. რა თქმა უნდა, თავიდან, როდესაც ვიწყებთ ჯდომაზე მუშაობას, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ ამ ბავშვის ასაკი და რესურსიც, რა თქმა უნდა, არა მარტო ასაკი. თავდაპირველად მუშაობას ვიწყებთ ჯდომის უნარის განვითარებაზე დამატებითი საყრდენებით და გარკვეული ადაპტაციებით. ეს იქნება საყრდენის ზურგის ბალიშები გვერდებზე და ასევე საყრდენი უკანა ზურგის საყრდენი შესაძლებელია თავიდან, რა თქმა უნდა, 90 გრადუსზე არ დავსვათ ბავშვი და დავიწყოთ 45 გრადუსით დახრით ან 60 გრადუსით დახრილი კუთხე რომ ავიღოთ. ესეც შესაძლებელი არის და ასეც ვაკეთებთ ხოლმე ჩვენთან, როდესაც მოდიან და შესაბამის რეკომენდაციებსაც გავცემთ. როდესაც უკვე ბავშვი მყარად ზის საყრდენის დახმარებით, მე უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ საყრდენის გარეშე ჯდომის უნარის განვითარებაზე. და რა თქმა უნდა, გაწყვეტინებ, ასევე როდესაც საყრდენთან ზის ბავშვი, თან შეგვიძლია წინ საყვარელი სათამაშოები დავუდოთ და ფუნქციური გავხადოთ მისი ჯდომა და ასევე ვიმუშაოთ თვალისა და ხელის კოორდინაციაზე და ერთდროულად რამდენიმე უნარის გამომუშავებაზე. უბრალოდ გასათვალისწინებელი არის ხოლმე ერთი მომენტი, რომ როდესაც ვიწყებთ ბავშვთან მუშაობას საწყის ეტაპზე ჯდომის უნარის განვითარებაზე, თავდაპირველად უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის საკმარისად მზადი იმისთვის, რომ თან იჯდეს საყრდენის დახმარებით. თავიდანვე არ გულისხმობ, თქმა უნდა, თანდათან უბრალოდ რომ განვარტოთ, რომ გავითვალისწინოთ ამ ბავშვის ეს ეტაპი, რა ეტაპზე არის ჯდომის და როდესაც დასაწყისში ვართ და ვიწყებთ ამაზე მუშაობას, არ ჩავრთოთ სათამაშოები, რომელსაც თამაშები არ ჩავრთოთ, რომელსაც ჭირდება ხელის გამოყენება. ამ დროს დასაწყისში შეიძლება რომ უბრალოდ გამოვიყენოთ ყურებითი თამაშები, მაგალითად, როდესაც დედა ან ვინმე ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი ზის მათ წინ და ყვება ზღაპარს, უმღერის, ან უბრალოდ წიგნის მის წინ და ასე ყურადღებას ამახვილებინებს რაღაცა კონკრეტულ აქტივობაზე. მოდი აქვე ხაზი გავუსვათ, რომ ყურების დროს ჩვენ არ გულისხმობთ ტელეფონს. შეიძლება ზოგმა ეგ ფიქროს ამ ასაკში საერთოდ არ არის რეკომენდირებული. კი ბატონო. და შემდგომ უკვე როდესაც გადავდივართ, ხედავთ რომ უკვე ბავშვი კარგად ზის საყრდენის დახმარებით და ხელების დაყრდნობას აღარ საჭიროებს, ამ დროს უკვე შეგვიძლია რომ შევთავაზოთ გარკვეული სათამაშოები. და ასევე ვიმუშაოთ ხელისა და თვალის კოორდინაციას. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ამ ასაკში ბავშვი სწავლობს ხოხვას. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა შესაძლებელია, რომ ბავშვმა ხოხვის ეტაპი გამოტოვოს და პირდაპირ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. დიახ, ამაზე რას გვიტყვი? ხოხვა ეს არის იატაკზე მობილობის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული ფორმა, მაგრამ კი, თუ ხოხვა გამოტოვა ბავშვმა, ეს რა თქმა უნდა არ არის დიდი პრობლემა, უბრალოდ უნდა გქონდეს მას შესაძლებლობა რამენაირად გადაადგილდეს იატაკზე, მაგალითად სათამაშო ხალეჩაზე. კი, მუცელზე ცოცვა, საჯდომზე ცოცვა და ბავშვები ხშირად შეიმუშავებენ ხოლმე საკუთარ სტრატეგიებს ამ გადაადგილებასთან დაკავშირებით, ასე რომ მთავარი არის, რომ მას შეეძლოს გადაადგილება, მობილობა იატაკზე, რისთვის? იმისთვის, რომ მივიდეს დასთან, ძმასთან, სასურველ ნივთთან, სათამაშოების კუთხესთან, საკვებთან და ასე შემდგომ. ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, თუ გადაადგილდება იატაკზე დამოუკიდებლად და პრობლემების შეზღუდვების გარეშე და არ გადაადგილდება რეციპროკული ტიპით ხოხვით, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ 4 წერტილზე გადაადგილდება, ანუ მუხლებზე და მტევნებზე არის დაყრდნობილი, ეს არ წარმოადგენს ხოლმე როგორც წესი რაღაცა განგაშის სარს. კი, ეგრეა ნამდვილად. მოდი მშობლებს უთხრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს თავიდანვე ქონდეს საკუთარი კუთხე. ხშირად მშობლებს გონიათ, რომ ეს 1 ან 2 წლის ასაკიდან, ზოგ 3-დან, მაგრამ არა. ის უნარები, რომლებზედაც ახლა მე და ჩემი კოლეგა ვსაუბრობდით, რომ გამოიმუშაოს ბავშვმა, აუცილებელი არის, რომ მას ქონდეს საკუთარი კუთხე.
რას გულისხმობ? ბავშვი უნდა კონდეს სათამაშო ხალიჩა, სადაც განლაგებული იქნება მისთვის საყვარელი და ასაკისთვის შესაბამისი სათამაშოები. აგრეთვე აღვნიშნავ იმას, რომ ეს სათამაშო კუთხე უნდა მოუწყონ იქ, სადაც ოჯახის წევრები ატარებენ ძალიან დიდ დროს. რატომ აღვნიშნავ ამას? ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მიკითხავ მშობლისთვის კონდათ თუ არა და როგორ არა კი გვაქვს, მაგრამ რომ ჩავეძე, აღმოჩნდა, რომ ისეთ ადგილას აქვთ გაკეთებული, რომ ბავშვი იქ დროს საერთოდ არ ატარებს. კი, იმიტომ რომ არის რაღაც სადღაც სხვა ოთახში, საწოლის კუთხეში, სადაც შეიძლება მზის სინათლეს არ აღწევდეს. უბრალოდ არის ასეთ ბავშვის კუთხეს აზრი არ აქვს. კი ბატონო, ხო. მაგრამ უბრალოდ ქონა არაფერს არ ნიშნავს თუ არ გამოიყენა იმისთვის, რისთვისაც გვინდა რომ გამოიყენოს. შემდეგი უნარები, რომელიც ბავშვი ვითარდება, ეს არის წამოდგომა, ავეჯზე გაყოლება, დამოუკიდებლად დგომა და სიარული. ამ შემთხვევაში რა რეკომენდაცია შეგვიძლია სახლის პირობებში, რომ მივცეთ მშობლებს? გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაძლევთ ხოლმე მშობლებს რეკომენდაციებს და სტრატეგიებს, რა შეიძლება გააკეთონ ამა თუ იმ უნარის გასავითარებლად, ხშირად თავად გვაწვდიან ხოლმე იდეებს და შეიძლება ისეთ იდეებსაც, რომელიც ჩვენ მანამდე თავში აზრადაც არ მოგვსვია. და ჩვენც გამოვიყენოთ. კი, რა თქმა უნდა. მაგალითად, ერთი მშობელი, რომელსაც ჩვენთან დაყავდა ბავშვი, ძალიან აქტიური, ძალიან შემოქმედებითი მშობელი, ასე რა ვთქვათ, და უნარზე სამუშაოდ, გულისხმობ წამოდგომის უნარი, ჯდომისგან წამოდგომა, გააკეთა შემდეგი რაღაც, რომ სარკეზე წებოვანი ლენტით, სკოჩით დაამაგრა რამდენიმე სათამაშო ბავშვის, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარდა, მსუბუქი სათამაშოები და ამით მისცა მას мотиваცია იმისთვის, რომ წამომდგარიყო და წამომდგარიყო თან განმეორებითად რამდენჯერმე. და ხო, აქვე დავამატებ იმას, რომ მშობლებს უნდა ავუხსნათ ისიც, რომ იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ერთ აქტივობას რამდენი ხნის განმავლობაში გააკეთებენ, მაგალითად 1 საათი, 40 წუთი, 30 წუთი, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ეს აქტივობა თუნდაც პატარ-პატარა, ძალიან პატარ-პატარა მონაკვეთებად გაიმეორონ დღის განმავლობაში რამდენჯერმე, იმიტომ რომ ეს არის უფრო ეფექტური ახალი უნარის დასწავლისთვის, არა მარტო ბავშვისთვის, არამედ ჩვენთვის უფროსებისთვისაც, როგორც წესი, უმეტესწილად ესე მუშაობს ეს პროცესი. უფრო მნიშვნელოვანი არის სიხშირე დღის განმავლობაში. რამდენჯერ გააკეთებენ და არა ის რამდენ ხანს. და სისტემატურობის შენარჩუნება, თანმიმდევრულობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, არ უნდა დაკარგოთ мотиваცია კონკრეტული დღის მონაკვეთში, ბავშვი თუ არ არის შესაბამის განწყობაზე, შესაბამისად მას არ სურს, რომ შეასრულოს ესა თუ ის თუნდაც უმარტივესი აქტივობა, მშობელმა არ უნდა იფიქროს, რაც ხშირად ხდება ხოლმე, რომ მან გააკეთა რაღაც არასწორად და ამითი არ უნდა დაკარგოს мотиваცია, ეს არ უნდა იყოს ამისი მიზეზი. შესაბამისად, ესეც კარგად უნდა ავუხსნათ ხოლმე მშობელს. ან როცა ვსაუბრობდით დასაწყისში იმ მშობლის შემოქმედებითობაზე, მას ძალიან კარგად აქვს ეს გააზრებული და არა მარტო მას, არამედ ძალიან ბევრ მშობელს და ზუსტად იციან უკვე და ზოგჯერ აღარც სჭირდებათ ხოლმე მითითება და რეკომენდაციები მითითება ცოტა უხეში სიტყვა არის. რეკომენდაციის მიცემა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აღარ სჭირდება და შეუძლია რომ აქეთ გვასწავლოს რაღაც და ის იყოს წამყვანი თავისშვილის თერაპიაში და ხშირად ისიც გამიგია, რომ მშობელი აფასებს როგორ თერაპევტს და თერაპიულ პროცესს. რომ მე ვეუბნებოდი რა უნდა გაეკეთებინა და როგორ. და ფიქრობს, ამას განიხილავს ძალიან უარყოფით ნეგატიურ ჭრილში. ამ დროს ვფიქრობ, ეს ისეთი მაგარი რამ არის, რომელზეც შეიძლება რომ დიდხანს მოგვიწიოს მუშაობა, რომ მშობელი წამოვიდეს, წამოყვეს იმ მომენტზე, რომ თვითონ შემოგთავაზოს თავისი შვილისთვის როგორ ფიქრობს, რა იქნება უკეთესი. ხო და ვფიქრობ, რომ ესეც არ უნდა იყოს თერაპევტის ან თერაპიული პროცესის შეფასების, როგორ ვთქვა, ინსტრუმენტი არ უნდა იყოს რა, ეს პირიქით კარგი არის, ასე მგონია. მშობლს ზოგჯერ მიაჩნია, რომ როცა თავდაპირველად სანამ მოგვენდობა მოკლედ პროცესში, მიაჩნია, რომ ეს არის
ჩვენი სიზარმაცის გამოვლენა, მოკლედ რა ჩვენ გამოვლინება. საქმეს აკეთებთ? გამოვლინება კი რომ ანუ მე თუ გავაკეთე, ანუ შენ და რისთვის მომყავს ბავშვი არის ხომ ეს მომენტი. და მე ყოველთვის ვუხსნი მაგ შემთხვევაში, რომ ბავშვი ცენტრში ატარებს რამდენიმე საათს და სახლში არის დანარჩენი დრო. ცენტრში შეიძლება გაატაროს 2 ან 3 საათი და დანარჩენი 40 წუთი, 45 ხო, თუ რამდენიმე თერაპია აქვს, ეგენი გადავაბით, თორემ მარტო ფიზიკურ თერაპიაზე 3 საათი ფიზიკურად ვერ გაჩერდება, 40 ან 45 წუთი, ესეც დამოკიდებულია სარეაბილიტაციო ცენტრზე რამდენი აქვს ფიზიკური თერაპიის დრო. და დანარჩენი, დარჩენილი 20-19 საათი ბავშვი ატარებს სახლში. კი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი რეკომენდაცია, სწორი კომუნიკაცია მშობელთან. და ბოლოს, რომ გავაერთიანოთ ის ნიშნები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და თუ შეამჩნევს ამ ნიშნებს, უნდა მიმართოს სპეციალისტს. ეს არის, თუ 1 წლის ბავშვს არ შეუძლია თავის ჭერა, ბრუნვა, ჯდომა, ხოხვა, წლინახევრის 2 წლის ბავშვს დამოუკიდებლად გადაადგილება. სპეციალისტი აუცილებლად უნდა იყოს ნევროლოგი, რომელიც შემდეგ გადაამისამართებს ფიზიკურ თერაპევტთან. ფიზიკურ თერაპევტთან აუცილებლად, ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ხშირად ხდება, რომ ბავშვები ამ დროს მიყავთ მასაჟისტთან, რაც იწვევს იმას, რომ მშობლები კარგავენ ძალიან დიდ დროს. ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ სპეციალისტების რაღაც ნაწილი რეკომენდაციას გაცემს მასაჟისტისას და მშობლებიც ზუსტად ეძებენ მასაჟისტს. კი. ეს რა შეიძლება ზოგჯერ სპეციალისტის სულაც არ გულისხმობდეს უშუალოდ ამ პასიური მასაჟის თერაპიებს ბავშვისთვის, მაგრამ სიტყვა მასაჟისტი არის, კი, ასოცირდება ზუსტად მაგასთან. მე მშობელი მიდის, იწყებს მასაჟისტის ძებნას და პოულობს კიდეც. და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში მას შემდგომ, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ მიხვდება, რომ შედეგი არ არის, შედეგი არ დადგა, ხარჯავს დროს და სხვა რესურსებს. კი. ხო, მე აკითხავს ნევროლოგს, ისევ სხვას და კარგ შემთხვევაში შემდგომ ეს ნევროლოგი უშუალოდ გადაამისამართებს ფიზიკურ თერაპევტთან. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ესე დადიან მასაჟისტთან და გარკვეული თერაპიიდან გარკვეულ თერაპიაზე და ამ პერიოდის განმავლობაში რა თქმა უნდა იკარგება ის ოქროს დრო, როცა ყველაზე ეფექტურად შეიძლება ბავშვმა დაისწავლოს ესა თუ ის უნარი. მარტო ის არ არის, რომ დროს დრო იკარგება, ზოგ შემთხვევაში უკუნაჩვენებიც არის მასაჟი ბავშვებისთვის. ამით გემშვიდობებით, დიდი მადლობა ვინც ბოლომდე გვიყურა. გთხოვთ გამომიწეროთ, დამიწეროთ კითხვები, რაც გაინტერესებთ, ასევე რაზედაც გინდათ რომ იყოს ჩემი შემდეგი ეპიზოდი და ვინ გინდათ რომ მოვიწვიო გადაცემაში. და მადლობა ნინი, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყავი და ასე გულწრფელად ისაუბრე საკუთარ გამოცდილებაზე. პირიქით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ დამიძახე შენს გადაცემაში. ვიმედოვნებ რომ ვიყავით საინტერესო და თუნდაც მცირე ახალი ინფორმაცია მივაწოდე თუნდაც ერთ ადამიანს. გისურვებ წარმატებებს კიდევ ერთხელ და 1000 ჯერ. მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო სტუმრები გეყოლება და შენი პლატფორმა ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება, დარწმუნებული ვარ მართლა. მადლობა.